Gabardjoba, დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო საჭურაო თემა. თმა მაქვს ცოტა აჩეჩილი, იმიტომ რომ ქარში მოვყევი, მეგობრებო. გარეთ იყო ქარი და ქარში მოვყევი და მაგიტომ მაქვს თმები აჩეჩილი. ერთი საყურეც მომძვრა. მაგრამ როგორც კი შევიდა პროვოკაციები დაიწყესო. ვინ დაიწყო პროვოკაციები? აბა რა სიტყვი ჯავახას ფოსობაზე და იმის ხალხნო, ანუ არ ვიცი, თქვენ არ ვიცი რას ხედავთ გარედან, როგორ ხედავთ, მაგრამ მუზები არიან, აი, ყოველთვის დაულაგებლები, სისუფთავესთან ახლოც არ ჩაუვლят, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვებს ყოველთვის შენიშვნას აძლევენ, ყველა ბოსს და ყველა მონაწილეს შენიშვნას აძლევდნენ სისუფთავეზე და თვითონ რო აქვთ მიყრილი, მოყრილი ყველაფერი და ესე ვთქვათ, მასე უსუფთავოთ, არც ერთ მონაწილეს არ ქონდა. ლელო მე მგონი მაგიტო გამოვიდა მაგ ოთახიდან, რომ დაიღალა მაგათი გუშინდელი ეპიზოდს მე ვერ ვუყურე კარგად, იმიტომ რომ ძალიან უინტერესო იყო. განსაკუთრებით ახლა ეს ხალხნო, ნახეთ ურთიერთობების აზრზე რო არ არის და ყველგან ყველაფერი შეეშალა ტიპს და ვერსად ვერ აჩვენა თავისი კომუნიკაციის სკილები, აი ესეთი ადამიანი ბონდოზე მაქვს საუბარი, აი ესეთი ადამიანი ახლა ზის და რაღაცა ცდილობს რომ კომუნიკაცია შეადგინოს კომუნიკაციის ხიდი გააბას იმას შორის, რა ქვია, ლელუს და მუზებს შორის. უილი ხალხნო სინამდვილეში იმიტომ შევიდა რომ ლელუს დაეხმაროს, თვითონ პიარი არ იყო და თვით პიარი გააკეთოს, თვითონ ხა მოდი გავიხსენოთ ბონდო ვაზელინა ტიპი, რომელიც შეუძრა კოალიციას, იმიტომ რომ დიდხანს გაჩერებულიყო ჰაუსში, მაგრამ მაგანაც არ უშველა. ანუ ტიპი დაფეილდა ყველანაირ თავის სტრატეგიაში და ყველანაირ თავის ანუ ხელმოცარული კომუნიკაციებში ადამიანი ეხმარება სხვებს. ჯანსაღის ყველაზე არაჯანსაღი ადამიანი ეხმარება სხვებს ჯანსაღი ჩვევების მენტორობაში? What? ეს რა ხდება? ხალხნო, ჯავახასი არ იყოს. ხალხნო, რა ხდება? მე ჯავახა რო ყვის ხოლმე. მარიამი, კარგად. ჯავახა მაგრად იმაშობა. სხვათა შორის ჯავახა ვიცი მე როგორია მარიამის გვერდით და ბევრად უფრო მოხდილია ხოლმე, როცა მარიამი ყავს გვერდით, ხალხ რო ეგენი ძალიან ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ჯავახა და მარიამი ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს, ანუ ხალხო ძალიან ერთ ტალღაზე არიან, აი რა თუნდაც აი საჭმელს როგორ აკეთებდნენ ხოლმე ერთად, როგორ ლაპარაკობდნენ. აი ჯავახას და მარიამს ჰქონდა სრული ჰარმონია, რომ არა ამათი აი ესეთი ნეგატივი, დიანას და თინათინის ძალიან დიდი ნეგატივი, ლელუს ძალიან დიდი ნეგატივი და ლორენცო. ანუ 4 ადამიანი ებრძოდა მაგათ და ვითომ რომ ცადა ლელუს და მუსების ურთიერთობა დაეთქო და უარესად თიკა I'm sorry, მაგრამ ბონდომ კაფელ მეტლახამ რა უნდა დაათბოს, ხალხნო თავისი ვერაფერი დაუთბია, თვითონ არის ძალიან ბევრი პრობლემებით წარმოდგენილი და თვითონ არის კომუნიკაციები რო არ იცის და ადამიანი რო არ იცის, ეგ ტიპაშია ძალიან ადვილად რომ მაშვება. მე კიდე თაფლიან ყავას ხალხნო. ხო და მაგის თქმა მინდოდა, ეხლა 14 თებერვალი მოდის და მოდი ჰაუსის მონაწილეების მაგალითზე ვთქვათ, როგორი თვალსაჩინო მაგალითები გვაქვს გოგოსა და ბიჭ შორის ურთიერთობებზე. და პირველი რაც ყველაზე უხეშად თვალში მხდება ხოლმე, ეს არის ზურას და დიანას ურთიერთობა, რომელიც არის ფსკერი. აქეთ გვაქვს ისა რა ქვია
ადამიანი დიანა, რომელსაც უნდა გათხოვება, რომელიც ყველანაირი ფლირტს აღიქვამს, რომ всё, ცოლად უნდა მომიყვანოს, შაურმაზე დაპატიჟებას თulis, რომ всё, ცოლად უნდა მომიყვანოს, პლუს ამას თulis, რომ მთელი საქართველოს მაღაზია გიждდება და რას ქვია მე არ მოვწვან, რას ქვია მე ამას ვიმსახურებ, ხალხო ზის იქ საწოლზე და ხნავის, რას იმსახურებ, ვინ არის შენი ეს ზურა? ანუ არავინ არ არის. აქეთ გვაქვს დიანა, რომელიც არის აი ესეთი ოფოფებიანი წარმოდგენებით, გათხოვება მინდაო და всё, შაურმებზე რახან დაპატიჟა პარასკევს ზურამ და 1-2 გაუღიმა და რაღაც ცეკვა დადგეს. ჩათვალა რომ ეს ბიჭი ვალდებულია ყველაფერი აკეთოს ამისთვის და მეორე მხარეს გვაქვს ბიჭი ხალხო ქუთაისელებზე კარგს მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ადამიანები არიან ყველანაირად, მაგრამ ნახეთ ბიჭი ამბობს რომ მე სერიოზული ურთიერთობა არ მინდაო, პროექტში ცხიათ თქვა ეს. არ ვარო მზად თუ ამისთვის, ნახე, უნდა არ უნდა ამისთვის მე მზად არ ვარო. რაღაცაში ზურას ვამართლებ, იმიტომ რომ ადამიანი ამბობს რომ მე სერიოზული ურთიერთობა არ მინდა. დიანა ღიად ტირაჟირებდა რომ მე გათხოვება მინდა. ხალხო თმა შევიღებე, შემიფასეთ, გულები. მე არ მინდა სერიოზული ურთიერთობა და ეს დიანა ახლა ზის და ღნავის მოусმნი შეკაი ადამიანი და შეიგნი რომ ადამიანი ამბობს რომ სერიოზული ურთიერთობა არ მინდაო. შეიძლება ეს არის ემოციურად ვერ არის მზად, რაღაცა შეიძლება წინა შეყვარებული ყავს ისეთი რომ ვერ გადახარშა, შეიძლება ფინანსურად არ არის მზად, შეიძლება რაღაცა საქმეები აქვს დაგეგმილი კონტენტი იქნება თუ დიასასთან რაღაცის კეთება და ასე შემდეგ. ანუ უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს მაგისთვის, მაგრამ რაღა მნიშვნელობა აქვს ხალხო, ანუ კაცი ამბობს რომ მე სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. ჩემ თვალწინ უთქვამს, კამერებთან უთქვამს, ანუ არ მალავს ხალხო ამას, ანუ მე ქუთაისელებისგან არასოდეს არ ვარ ხომ ანუ ძალიან კარგად იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს ხო, მაგრამ ამ კონკრეტულ ნაწილში ხო რა ვიცი, სერიოზული ურთიერთობა არ უნდა, მაგრამ გოგოს გაეფლირტავა, იქ სადღაც დაპატიჟა, გაუცინა, so what, ეს რამეს ნიშნავს, აი მართლა მაინტერესებს. რატო ნიშნავს ეს რაიმე სერიოზულს და რატო ღებულობს ერთი ადამიანი ამას როგორც დაპირებად? ის ახლა ერთი სხვა ამბავია, რომ ადამიანი ამბობს სერიოზული ურთიერთობა არ მინდაო და მე იმის ფლირტზე მიდიხარ, გაგიღიმებს გაუღიმე, დაპატიჟა წაყევი, ისაქნა ესქენი. ხო რა ვიცი, თუ გათხოვება გინდა ადამიანი ღიად ამბობდა ხალხო, ეს ბიჭი ნინი კიკნაძე აუპინოთ ისეთ სისულ სექტა. დღეს ნინი კიკნაძე არის სექტის მეთაური, ხალხო, სუპერ სექტანტი. ყოველთვის მაგას ამბობდა ზურა, რომ მე არ მინდა სერიოზული ურთიერთობა. ხალხო, სერიოზული ურთიერთობა რო არ უნდადეს ახალგაზრდა ბიჭს, ახალგაზრდა გოგოს, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ყველაზე მთავარი მიზეზია ხოლმე ხალხო ფინანსური არასტაბილურობა. ეს ბიჭები ხა ჩამოვიდნენ თბილისში რაღაცა კარიერის საწყის ეტაპზე არიან, ნუ რაღაცა კარიერას აშენებენ, ხო? რა თქმა უნდა, მაგას სოლის მოყვანისთვის ჯერ არც არია. ეს ეხა ძალიან შეუიარაღებელი თვალითაც და ყველაფრით ჩანს, მაგრამ ამ დიანას აქვს ამბიცია, რომ всё, მე ყველას მოვწონ ვარ, ყველამ ისა რა ქვია, მთელი საქართველოს ფეხზე დგას, ესე იგი დუნაშვილის ისინი რო აქვს და походу ხო, რახან ერთხელ შაურმაზე დამპატიჟა და ერთხელ სახინკლეში წავედით, всё, ეხა იქიდან სიმღერებიც უნდა მომიწყნას, სერენადებიც, ყვავილები მიგზავნოს იქიდან, ანუ უკვე დაავალდებულა, რომ ეს არის უკვე საქმრო. რანაირად ხალხო, თუ შეიძლება რომ დამიწეროთ, გაფლირტავების მერე, ბიჭი რო გაგეფლირტავებათ, ან გოგო რო გაგეფლირტავებათ, რამდენად ფიქრობთ, რომ ეს всё სერიოზული ურთიერთობაა და მორჩა, всё, ეხლა ამ ბიჭმა მე ყველაფერი უნდა გამიკეთოს.
რამდენი ფიქრობთ ესე აგერ მოდის 14 თებერვალი ვალენტინობა სიყვარულის დღე ეს 14 თებერვალი ვალენტინობა ძალიან დროულია ხოლმე ხალხო იმიტომ რომ ახალი წლების მერე და იამბრის ეს თქვათ დღესასწაულების მერე რაღაცნაირად დორეთ ვიდის ხოლმე ხო ეს ის და რაღაცა დღესასწაულები არ არის და 8 მარტამდე 3 კვირა არის 14 თებერვლიდან დარჩენილი და რაღაცნაირად გახალისება ხდება ხოლმე ბექა ოფიშალ ხახნო ეხა იცით რა არის რამადენი ბიჭი შეიძლება გაგეფლიურტაოს აი პროსტო გოგებმა დამიწერეთ რა ბექა დიდი მადლობა რამადენი ბიჭი შეიძლება გაგეფლიურტაოთ ხალხნო და ყველაზე რო იგი ფიქროთ რომ არა ხამას ცოლად გავუყვე всё ცოლად გავუყვე ანუ ხალხო ბექა მადლობა შენს ასევე პოზიტიურ და წარმატებულ დღეს გისურვებო ანუ ნახეთ როგორც ამ რაღაცებში აქვს გადაჭარბებული და ზე რაღაც არარეალისტური წარმოდგენები ასევე აქვს მეგობართან ანუ მეგობარს ну ეხა მე მეგობარს არ ვეძახდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც მეგობრად ესე პოზიციონირებდა ხო ლელუსთან როგორც კი ლელუმ რაღაცა ხმას აუწია ეგრევე ხალხნა აი როგორი ხისტები და ისინი არიან ატყობთ ხო შესაბამისად ეს არ ვიცი მე რამდენად ხალხო ეს მუსები რა კულტურიდანაც არიან იქ 18 წლამდე თხოვდებიან მაქსიმუმ 20 წლამდე დაღესტანი და ეს რაღაცა ჩრდილოეთ კავკასიის ტომები რაც არიან ეგენი საიდანაც არიან წარმოშობით იქ 20 წლისას უკვე ორი შვილი ყავთ და ხა 26 წლის თინათინი უკვე შინაბერაა მაგათვის თინათინი ძალიან დიდ როლს თამაშობს დიანას აი ღნავი მდგომარეობაში თინათინმა მიიყვანა მაგ მდგომარეობამდე თინათინს რო არ ეთქვა რომ ხო ვაი მე რა კარგი ბიჭია არიქა ჰაი ჰუი მე მგონი დიანა ესე ძნელად არ გადაიტანდა ხო სულ სხვა კულტურიდან არიან ეგენი ხალხნო დეითი ნიშნავს რომ ცოლად უნდა ქალი გაიცნობს ცოლადაც უნდა მოიყვანოს ეხა აბა სად არის გასათხოვებლად ჩამოვედით ორო ამბობენ და არიან სხვანაირი კულტურიდან და არიან სხვანაირი სოციუმიდან და ისიც მართალია რომ ეგენი ძღიათ ამბობენ რომ გათხოვება გვინდაო ზურა მილოცოს რო არ შეურიგდესო კი ბატონო ხალხო ზურა მალევე მიხვდა რომ ძალიან დიდ შარში გაყო თავი ну ეხა სათავისოდ ეგენი ჭკვიანები არიან ხო იცი ძალიან კარგად ზურა მალევე მიხვდა რომ ძალიან დიდ შარში გაყო თავი გარეთ რო გამოვიდა და ნახა ეს კივიან წივიან როგორი ქაჯები არიან ხო ვის უნდა ხახნო რომელ კაცს უნდა ეგეთი ქალი ამიხსენთ რომ ეს ეგრე უსაშველოდ კივის წივის და რა ვიცი ბასასიმ ეხლა გაიღვიძა და უნდა კრეკერები ჭამოს ხო ვისა ზურა თავიდანვე ძალიან მალე მიხვდა ну უფრო მალეც უნდა მიმხვდარიყო მაგრამ ხო გეუბნებით ანუ ზურას და გუგას ის არ იყო მიზანი რომ ჰაუსში ჩვენ ცოლი უნდა ვიპოვოთ ჩამოვიდნენ რაღაცა ქუთაისის რაღაცა მიყრუებული უბნიდან ისა რა ქვია ანიმატორებად თუ რაღაცა მუშაობდნენ საწყლად აქ უნდათ რომ რაღაცა კარიერა აწყონ ფული იშოვონ ახალგაზრდები არ ხო სხვათა შორის ზურა ასაკს იტყვებოდა ხოლმე ყოველას მოგვატყუა ასაკი ხო და რა ვიცი ხა იქ ზაუდის გარეუბანში მე კიბის უჯრედში მიიყვანოს ეს დიანა და იქ უწივლოს და უკივლოს და დიანა რა თინათინით ანუ ორივე ერთად იქნებიან იქ ხო და აი ესეთი კრინჯი რაღაცა ესეთი კრინჯი შედგა ახლა სიტუაცია და ხო ნუ მოდი ვაღიაროთ რომ ორივე მხარე კაი შეუგნებელია მაგრამ ამ შემთხვევაში მე ზურას ვამართლებ იმ კუთხით რომ ადამიანი ამბობს რომ მე სერიოზული ურთიერთობა არ მინდა უბრალოდ შეკაი ადამიანი ხომ უნდა მიხვდე რომ ეს არ არის
თბილისელი კულტურული გოგო და ეს არის ქაჯი ჩამოსული რაღაცა იმიდან, რა ქვია, გასათხოვებლად, რო აქ საქართველოში როგორმე გათხოვდეს, იმიტომ რომ იქ ვერ გათხოვდა, იქ რესტორანში ფანდურებით მღერიან და იქ ფანდურით რესტორანში მომღერალს არავინ ცოლად არ მოიყვანს და ვერც გათხოვდნენ და ჩამოვიდნენ აქ. ხო უნდა მიხვდეს კაი ადამიანი, ამხელა კაცი ხარ, რომ ზედმეტი თვალების პაჭური და ისინი არ უნდა დაიწყო აქ. ხო, მაგრამ ესეც რაცა გავერთობიო, კონტენტს გავაკეთებთო, TikTok-ზე ნახვებს ავიწევთო. ზურა კი არა ხალხნო ჯავახადებდა მუზებზე გადაღებულ TikTok-ებს ნახვებისთვის და ეხლა ზურასი ვინ გიკვირს. ლიზა, რამდენი წლის არის ზურა? ზურა ჩვენ გვატყობდა, რომ არის 23 წლის, სინამდვილეში არ არის 23 წლის და ბევრად მეტის არის ხალხო, მაგრამ აი კაცი რო ასაკს იტყუება, აი რაფსკერი უნდა იყოს, ხო ხვდებით? კაცი რო იტყუება ასაკს. მე ასაკს არასოდეს არ ვიტყვი, რო შევედი ჰაუსში, ეგრევე ვიტყვი, რომ მე ამდენი წლის ვარ. რა, აი მე არ ვიტყვებოდი ხალხო და ეს ფსკერი კაცი ზურა იტყვებოდა ასაკს ხალხო, ანუ რა გამოშტერებულია ხვდებით, ხო? მე არაფერი კაცო ასაკს რო იტყვება, როგორი ფსკერია მაგას ამბობ, თორე თუ გინდა 120 წლის იყოს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს. თიკა შვილო რა გაცინებს? იყავი აქ მოусვირე ცოტა ხანი. ხო და მაგაზია ხალხო საუბარი, თითქოს ნახე ორი შეუგნებელი მხარე ერთმანეთს ადულად გაუგეს, ჰიჰიჰი ხუხუხუ. არასოდეს არ მესმოდა არც ერთი მხარის მე. მაგრამ ცუდად ვარ, თიკა რატო ხარ ცუდად? უნდა ჩაქრთო ახლა. რა ხო და შესაბამისად ახლა ისა რას ვამბობდი ხალხო გამახსენეთ, მე კომენტარებს ვკითხულობ, ახლა დამავიწყდა აზრი. გუგა ხო და ეს მეტის არის. დიდი მადლობა ხალხო, ხო და მაგას ვამბობ, ნუ თითქოს ეს ორი შეუგნებელი კარგად დამეგობრდა ერთი შეხედვით, მაგრამ ხო შეასკდნენ ერთმანეთს თავიანთი შეუგნებლობით, ანუ ერთი მხარე ქალების კომენტარებს ვკითხულობ და ყველა ბეკა კარგია რომ დაინახე. ზურიკო რატო იტყვებოდა ასაკს და რო ცანცარებდა, ეგონა რომ ეს ცანცარი 23 წლის ასაკის ბიჭისთვის უფრო ოკეი იყო და სინამდვილეში არ ყოფილა 23 წლის და უბრალოდ აქ ფაქტი რატო იტყვებოდა მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, თავარია რომ იტყვებოდა ხალხო, გიორგი პარიზის არ იყოს. იტყვებოდა რომ ცოლს გაშორებულია. და მე სანამ ეს ცოლი ლაივზე არ მოადგა შვილებით და არის აქნა რა ქვია თავში არ წამოარტყა მანამდე მე ეს გიორგი პარიზი რა იყო თაღლითი კიდე. ხო ხალხო ჩამოვიდნენ, ანუ კარიერის შესაქმნელად რა მნიშვნელობა აქვს, ანუ კაი კონტენტი აქვს, მე მაგათი იუმორი ვერ დავინახე სიმართლე გითხრათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. სულ სხვა მიზნით ჩამოვიდა, ჰაუსში ეგენი ცოლი საძებნელად არ მოსულან. ცოლის საძებნელად ეგენი არ ყოფილან აქ შემოსულები. ეს მუზები კიდე გასათხოვებლად შემოვიდნენ და რანაირად შეასკდნენ უკვე ერთმანეთს და ერთმანეთი როგორ მოიძულეს ისე რომ მე მგონი გამარჯვებასაც აღარ ეტყვიან. ლაივებზე აღარ მოდია ხალხო, ხმის ლიდერი გახდნენ და არც მიულოცეს, იმდან ყელში აქვთ უკვე. ამიტომ რომ ეს მილოცვაც შეიძლება სხვანაირად გაეგო. მომილოცეს ხმის ლიდერობა, ესე იგი ცოლათაც მომიყვანს. ანუ ესეთი ლოგიკა შეიძლება გქონდეთ.
აი ესეთი ლოგიკა შეიძლება გქონდეთ. ხმის ლიდერობა რომ მიელოცა და ლაივზე რომ მისულიყვნენ, მაგიტო არ მივიდნენ და მაგიტო არცა მიულოთ SMS-ითაც და ტელეფონითაც არ მიულოთ ეს ხალხო. ზუსტად მაგიტო რომ ეს ადამიანები უნდათ რომ ჩახსნან, იმიტომ რომ არიან ქაჯები ჩვეულებრივ და ვერანაირად ვერ გაუგებენ ეგენი ერთმანეთს, ვერასოდეს კი ერთი მხარიც იყენებდა, მეორე მხარიც იყენებდა, ერთი კონტენტისთვის იყენებდა, მეორე კონტენტისთვის და სხვა რამისთვისაც იყენებდა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ერთმანეთს მოიძულეს ერთმანეთი და აჰა, თქვენი მეგობრობა, ხალხო, ეგ არის თქვენი მეგობრობა. ხალხო, ამდენს ვინ მალაპარაკებდა ჰაუსში? აი იმხელა ყროყინი და ყვირილი იყო, ამდენს ჰაუსში მე ვინ მალაპარაკებდა? არავინ მე ამდენს არ მალაპარაკებდა ხალხო ჰაუსში, იმიტომ რომ სულ წივლი ფანდური, ანუ ესენი ან ფანდურით რაღაცა შტერობებს ღეროდნენ, ისევ და ისევ გეტყვით, რომ ეგ ჩემი გემოვნების სიმღერები არ არის, ან კიოდენ, წიოდნენ და ქაჯობდნენ, სულ ეგ არის. კი, ყველაზე ბინძურები ეგენი იყვნენ და ეხლა ყველას სისუფთავეზე აძლევენ შენიშვნას. Fakt. ხო, ქაჯი თუ არ ხარ ფიზიკურად მაგათ ხმას ვერ გადაფარავ, იმიტომ რომ მაგათ არ აქვთ მორიდება, ანუ არიციან რომ დავუშვით საუბრის პანერა რომ აი შენ თქვა, მე ვიტყვი, მე ეს ბონდორო დაუჯდა და მოდერატორო, ვაიმე ბონდორას ასაცილობს, სკერი ხალხო. ყველაზე არა ჯანსაღი ადამიანი, ჯანსაღი იმის მენტორი. ესეთი დაუჯდა ისა ბუზები და ლელუნდა ლაპარაკოს ორი შეუგნებელი მხარე წარმოიდგინე ორი ქაჯი და ნუ ეხლა არანაკლები ქაჯი ბონდო და უნდა ალაპარაკოს ეხლა ესენი და უნდა მოარიგოს და ისინი რა თქმა უნდა ლაპარაკს ერთმანეთს არ აცდიან. მოდის ბრალდებები, მოდის მე კარგი ვარ და შენ ცუდი ხარ, მე ისა რა მეჯوار ხახნო მეჯوارეთ მიყავდა ლელუ თინათინს, არც საქმრო ყავს, არც შეყვარებული ყავს, მაგრამ მეჯوارე უკვე ყავს, ლელუ ყავდა მეჯوارე. ხახნო ვაიმე თიკა იცინა და გავიდა, ეგრე იცინის ხოლმე ზოგადად. ხვდებით ხო რაშია საქმე, ანუ მეჯوارე არჩია იქ ჰაუსში და არც საქმრო ყავს, არც შეყვარებული ყავს, არავინ არ ყავს. ლილოში აქ ნაჭრები და მეჯوارე უკვე არჩია. თიკ აქ ხარ უნდა ჩავრთო, მოდი. თიკა ჩაქრთო შვილო. ხო, თიკა ნახევთავარია მეჯوارე ყავსო და საქმროსაც იპოვისო. ხო, საქმრო მორევაზია როგორ ჩანს, თუ მოერია ვინმეს. არა ხალხო არ ყავთ, თორე თინათის საქმრო ყავდა, შეერთი ცოლად გაყვებოდა და მეორე თავს წაგვაჭამდა თავისი საქმროთი ხალხო. რაღაცნაირი მიამიტი ხალხი ხართ რა. გიორგიანები არ არის 90-იანი წლების 90-იანი წლებში ბევრად განვითარებული იყო ხალხი. ესენი არიან სხვა კულტურის, რომელიც იმ კულტურაში იმის იქით არაფერი აღარ ხდება. всё 2000-3026 წელსაც ეგ კულტურა იქნება, იმიტომ რომ ძალიან ჩაკეტილი სოციუმია. და იმიდან მახაჭყალიდან და დაღესტნიდან რო ჩამოვიდნენ, იქ ეგეთი სოციუმია და ეგრე არიან გაზრდილები და იქ ვერ გათხოვდნენ, იმიტომ რომ რაღაცა არავინ არ ითხოვა ხალხო ეგ ქაჯები, ეგ მყვირილა და ესეთი ხალხი, არავის არ უნდა ახლა ეგეთი სახლში გინდათ ვინმე ეს ნებისმიერ ადამიანს გეკითხებით, ანუ ოჯახის წევრი, რომელიც მასე გიკივის და გიწივის. კი თამბუნა განვითარებული ვარ, კი ძვირფასო ძალიან განვითარებული ვარ ნამდვილად. გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა ხალხო.
ვის ზურგს უკან ლაპარაკობ ხალხო, რა ვიცი. 200 ადამიანი მიყურებთ. სანზონელი არ არის მასე, საიდან მოიტანეთ, არ ვიცი, მაგრამ ბევრი წერს ხოლმე, მგონი შენ წერ ერთი და იგივეს, ხო? არა, მასე არ არის, მეტი როგორ გიპასუხე, ხე ბევრჯერ თქვი უკვე. პროექტს როგორ შეაფასებდით, მონაწილეებზე გავიკეთე. ხალხო, პროექტი არ არის ცუდი. ძალიან მაგარი ხალხი აკეთებს მაგ პროექტს. არიან ძალიან მაგარი ადამიანები, ძალიან მაგარი პროფესიონალები, ძალიან მაგარი გუნდია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მანდ არავინ არავის ესე ვთქვათ, არ ეხმარება, იმიტომ რომ ვაიმეშიცი რა, შენ უფრო მომწონ ხარ და შენ ნაკლებად მომწონ ხარ. არა. მაგათ productions გულისხმობ, productions მიზანი არის ბევრი ნახვები და ეხა ლელუ წითელი ტრუსიკით ტრაქს გვაჩვენებს თუ დიასას მოათრევს თუ რა მნიშვნელობა აქვს რითი, ხო? შესაბამისად მიკერძოებულები იმ კუთხით რომ მუზების აი ამ კონტენტს მეტი ნახვა აქვს და ისევ და ისევ ხალხი დაინტერესებულია ამ მუზების ფენომენით, იმიტომ რომ გახდნენ უკვე ცნობილები და ასე შემდეგ. შესაბამისად უფრო მეც აჩვენებენ მუზებს, თორე არა იმიტომ რომ მუზები მოწონთ და გიждდებიან და არამედ იმიტომ რომ კონტენტის შექმნას, ანუ Facebook-ზე და TikTok-ზე არის, ხო იცით ხაოსი ყველაზე ისეთი, ანუ Instagram-ზე ძალიან ცოტა ასდებს. და შესაბამისად, სადაც მეტი ნახვებია, იმ კონტენტს თავაზობს მაყურებელს, ანუ არაფერი განსაკუთრებული მანდ არ ხდება. მაკა 91% ქართველი რას ქვია 91% ქართულმა არც იცის მუზები ვინ არიან რა შუაშია ეგ შენ გონია მთელი საქართველო უყურებს ხალხნო ჰაუს მართლა ეგ გონიათ ძალიან ისეთი ცოტა მაყურებელი აქვს ყველაზე მაქსიმუმი მარიამი რო იყო იმაში რა ქვია სკამზე და წეწვა გლეჯვა ხდებოდა მარიამზე ხალხნო ჯავახას და იმის ფანების მაქსიმუმი რაც 17000 მაყურებელი ყავს ხალხნო და რა საქართველოს 91% ვიღაცა ძალიან გასული ხარ მაკაში რაღაცა არ არის მუზებთან ხარ მე მგონი 17000 მაყურებელი უყურებდა ხალხნო და ბედნიერი იყო ჰაუსის ადმინი და ვაიმე რა მაგარია 17000 ძლივს ავიდნენ 34000 უყურებდა 34000 უყურებდა Facebook-ზე, YouTube-ზე, ტელევიზორში ყველგან ჯამში იმას რა ქვია live-ს 30000 და რა მთელი საქართველო ხალხნო, რა მთელი საქართველო მართლა აი რაღაცა რეალობას ხართ ცოტა გამ აკეთ მარიამმა დადო და მარიამის და ლორენცოს დროს იყო ჰაუსის ყველაზე მაღალი რეიტინგი, ეგ იყო ტოპი. ნანა ცერცვაძე არა არ მინდა. არა ნანა ცერცვაძე არ მინდა. როცა მინდა გავჩუმდები კი ბატონო. ხო და მაქსიმუმი იყო ხალხნო ჰაუსის მაყურებელი რა ვიცი ლაივებს რამდენი უყურებს ხოლმე აი მე რო ვიყავი ძალიან ცოტა უყურებდა 5-6000 ანუ საწყისი იყო და მაინც არ იცნობდნენ ამ პერსონაჟებს ხალხი და 5-6000 მაყურებელი ყავდა იმაში რა ქვია პარასკევით ლაივებზე მე ავიდა იმაზე რა ქვია 17000 ძლივს 2 თვის მერე და მაქსიმუმი იყო მარიამი რო იჯდა სკამზე და ეს იყო 54000 მაგის მერე ეგ რაოდენობა აღარ ყოლია ამინა კვარაცხელია რაღაცა საფლავიდან წამომდგარი ფოტო რო გიყენია ვაიმე დედა ვაიმე ვიღაცა ამინა კვარაცხელს ბოლო ლუკას არ ვიცით რას იგებენ არ უთქვამთ არ ყავთ სპონსორი აქვს production-ს ძალიან ბევრი ფინანსური
პრობლემები არ ყავთ. ნუ ჯერ ერთი რუსთავი 2 უკვე არის ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში და ხა ჰაუს მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მთელი ცხოვრება ძალიან ბევრი წელი ასენი შოუებს აკეთებენ, ძალიან მაგარი პროფესიონალები არიან, მაგრამ ძალიან უჭერს ამ ტელევიზიას და ამ ტელევიზიაში როგორც ასეთი ფული არ არის. ხალხო ფული არ აქვთ. პროფესიონალიზმი აქვთ, ძალიან მაგარი ხალხია, ძალიან მაგრად მუშაობენ, მაგრამ როგორც ასეთი რომ ფული იყოს, არ არის ფული. რუსთავი 2-ს ფული არ აქვს. Prime House მეტი მაყურებელი ყავდა, იმიტომ რომ სახლიც უკეთესი იყო, ისიც უკეთესი იყო, რა ქვია, მონაწილეები და ასე შემდეგ. ხო და ვიღაც ახლა აგზის და ვაი მე მთელი საქართველოს 91%-ო ხო ისა რა ქვია 17000 რო ყავს 3D პლატფორმაზე ტელევიზია, YouTube, Facebook, ლაივებს ეგ არის მთელი საქართველოს თქვენი აზრით ანუ ხო მუზების ის გჭირთ თქვენ მე მგონი თიკა გეხოწები დავიწერე ეს ხალხი რაღაცა ელემენტარულ არითმეტიკაში რატო ვერ ჯდება ძალიან ელემენტარული არითმეტიკაა ხალხმა აი სად ხარ აი მთელი საქართველოს ხო მთელი საქართველოს ფეხზე დგასო მუზები რო იძახოდნენ და ერთი ისა რა ქვია მუზების ფანი სხვას რას დაწერდა ხო მთელი საქართველოს ჩამორჩენილი არა ხალხო მთელი საქართველოს არ არის ჰაუსის მაყურებელი და მით უმეტეს არც მუზების მაყურებელი არ არის მთელი საქართველოს არა კაი დიდი მოზვინული ქალები არიან რასაც უყურებ ანუ ბავშვები კიდე ეგეთ შტერობას არ წერენ ჰაუსში ახლა მე გულშემატკივრობ ხალხ რო პოსტიც დავდე და ავხსენი კიდეც რატო გულშემატკივრობ ჯავახას. ჯავახაზე გეტყვით რომ მე რაღაცებში ვიყავი გაბრაზებული. ჯავახაზე ვიყავი გაბრაზებული რომ მარტივად რო ვთქვათ, ემეგობრებოდა ლელუს, მუზებს, ქუთაისელებს და ბონდუს, ანუ მაგ სასტავში იყო ხოლმე და რამდენჯერ გამომიყვანია გარეთ. მაგრამ ნუ მოხდა ჯავახას საკმაოდ ისეთი ტრანსფორმაცია დაჭკვიანდა ხალხო ეს ბიჭი მიხვდა რა თქმა უნდა ჩემ ნათქვამზე ვერ მიხვდა და თავისით მიხვდა როგორღაც ანუ გაიზარდა სხვათა შორის ძალიან ნიჭერი და ჭკვიანი ბიჭია და მე მგონია რომ ძალიან წარმატებული იქნება ეს ბიჭი როგორღაც მიხვდა და გაიაზრა რომ არანაირი ის არ არსებობს, რა ქვია, მეგობრობა და არანაირი არის გამოყენება, ხო, ეხლა წითელი თუ მწვარი დოშებისთვის შემჭირდები, მოკავშირეები მჭირდება და ასე შემდეგ. ხო, მეც რო დიდი ხანი მდომებოდა მან გაჩერება, მეც მოკავშირეების ძებას და ძალიან მარტივია ხალხო, ანუ მოკავშირეები არაფერში არ მიძებდნენ, იმიტომ რომ არ მინდოდა დიდხანს გაჩერება. კი გაბედო ხალხი რომელიც სახში ზის და სახლის ლაგების ვეც. კი ბატონო ხალხო ჩემ სანაცნობოში ჩემი სამეგობრო და ჩემი სანაცნობო ჰაუს არ უყურებს ხალხო ბევრმა მაშინ გაიგო ჰაუსის შესახებ როცა მე პოსტი დავდე სტორი დავდე საერთოდ გავაჟღერე რომ ჰაუსში შევდო და ეგ რა არისო მეკითხებოდნენ ანუ თქვენი ვიწრო გადმოსახედან თუ თქვენ სულ ჰაუს უყურებთ არ ნიშნავს რომ მთელი საქართველოს ჰაუს უყურებს კი რუსთავი 2-ს ძალიან უჭირს მაყურებლის მობილიზება ძალიან უჭირს ნახვები ძალიან უჭირს უფულოდ კონტენტის კეთება და მოდი ვთქვათ უფულოდ რომ კონტენტის კეთება გიჭირს ტელევიზიას აგერ არ არიან მუზები კაცო დააჭერინე ფარდური და თუ გინდა ლილოში წაიყვანე იქ იმღერებენ თუ გინდა რომ მაგიდის ქვეშ შეაგდე იქ იმღერებენ ანუ მუზები არიან ყველაფერზე თანახმანი არიან ხალხო რა ვიცი რამდენი წახვიდოდით ახლა ლილოში და რამდენი იმღერებდით ლილოში ფანდურით აი დამიწერეთ თუ შეიძლება თავად პელმენი აქვთ ხო ანუ სულ რომ ფული იყოს ნული პელმენი მაინც არის და მშერი არ მოგდება მაგრამ ნუ სიმართლე ვთქვათ რომ საჭმელი მოქონდათ ხალხო და საჭმელს არ გვაკლებდნენ მაგას ვერ ვიტყვი რასაც დავუწერდით ყველაფერი მოქონდათ მეგობრებო საჭმელი არ გვაკლდა ანუ სიმართლე უნდა ვთქვა რომ საჭმელი ჰაუსში მონაწილეებისთვის იყო საკმარისზე მეტი რასაც უწერდით მოქონდათ იმაზე მეტი მოქონდათ ვიდრე უგჭირდებოდა
სიგარეტის გარდა, ხო, სიგარეტს ყველა თავისთვის ყიდულობდა, იმიტომ რომ ვის რა უნდოდა, ზოგი აიქოს ეწეოდა, ზოგი რას, კი ბატონო. გვანცა წელსაც ვინას იგებენ, არ ვიცი ხალხურას იგებენ, უბრალოდ ნახეთ ერთის ხვის ახლა შემთხვევაში გასართობად რო შევედი ერთია, მაგრამ ვინც ფინანსური ინტერესის გამო შევიდა, მოდი მაგათ გასაგონად ვიტყვი რა, ცნობადობის ამაღლებაში ასე თუ ისე ხაგებ ნახეთ, რომ ქუთაისელებმა გამოიყენეს, მუზეუმმაც კარგად გამოიყენეს, მაგრამ როგორც ასე ხა დიასა რო ჩაიჯობს, რომ მან მუშაობა დაიწყოს, ხახ რომ დიასა კი არა, ვიბათ ხელფას ვერ უხდია თავიანთ თანამშრომლებს, ეს დიასას წამყვანობა და ის რომ უნდა დიასას ტელევიზიაში მუშაობის დაწყება. ვის რა ჯანდაბათ უნდა დიასა ხახ, რომ თავის იმებს წამყოთ ორკბილა დიასა იქ ვაიმე. ხო არ ხადაობთ თავის თანამშრომლებს ხელფასებს ძლივს უხდიან ხახ, ნუ კაპიტებზე ამუშავებენ და ხა ბექამე გულშემატკივრობ ჯავახას. დიდი მადლობა წერია ლამაზი ხარო. მაგას ყვებოდი ახლა ზუსტად რომ ჯავახა მინდა გაიმარჯოს, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი ადამიანია რა, ნუ შედარებით ყველაზე გულწრფელი. კი, ბევრი შეცდომები ქონდა და მაგ შეცდომებზეც ვისაუბრე, მაგრამ ის რომ მარიამს როგორ დაუდგა გვერდით, ის რომ როგორი სიმტკიცე და ხასიათის ის გამოიჩინა, ხო? ჯავახას როგორც გადაუარეს, ხო, ეგ აღარ გახსოვთ? მუზები და ლელუ და ლორენცო რა დღეში აკდებდნენ ჯავახას, აღარ გახსოვთ? ჩემი აზრით იმ ღამურამ უნდა გაიმარჯოს. ხალხო, ღამურა იყო მაგ ეპიზოდში ყველაზე საყვარელი და ყველაზე საინტერესო, ოღონდ მართლა. ჩემი აზრით კი მარიამი ძალიან დაეხმარება ჯავახას, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, რომ მარიამი საკმაოდ რეიტინგული მონაწილე იყო. გარეთაც არ წყდება მარიამზე ხალხნო ჰაიპი, იმიტომ რომ მარიამი რომ გამოვიდა, არ ვიცი, შეიძლება ლორენცოზე მეტი ჰაიპი არის იმაზე, აქვე მარიამზე, იმიტომ რომ დიდი მადლობა. შესაძლებელია რომ ლორენცოზე რეიტინგულიც არის და ლორენცოზე მეტი ჰაიპია მარიამზე, იმიტომ რომ მარიამი უფრო რა არის, იცით ხალხო, უფრო უშუალოა, უფრო რაღაცა როგორიც არის ეგეთია და მოდი ვთქვათ რა, რომ ეს ლორენცოს გულის პრანჭები და ფეიკი ფსიქოლოგობა ხალხმა რა ნახა ერთხელ გაერთო და მორჩა რა. მეგობრებო, მე ჰაუსში ხახნო თუ რაიმეს თქმა მინდა ჰაუსზე და ის აგერ ჩავთავ ლაივზე გეტყვით, ანუ იქ მე როგორ წარმოგიდგენიათ რომ შევალ რომელიმეს ესე დავუჯდები და დაველაპარაკები მუზეებს, ლელუს, ბონდო რო დავინახო, იქ ხო გული გამისკდა ხალხნო, ბონდოს კაფელ მეტლახა კბილები, რომელიც ბონდოს მეთოდი არის, ლორენცოსთან იყედებდა ხოლმე და მე გული მერეოდა ბონდოს მაგ მეთოდზე, ახლოს მიდიოდა ლორენცოსთან, იწყებდა ლაპარაკს და აფურთხებდა. ეს არის ბონდო ხალხო, ეგ არის მაგისი კომუნიკაცია. და შესაბამისად ახლა ბანდ როგორ უნდა ისაქნა, რა ქვია, გაძლო. ამ ესეთ მაფურთხებელ კაცი ამბობდა ლელუ, რომ მაგარი კაცია, ბონდო. შოკი. ლორენცოს უკეთებდა ხოლმე მაგას ბონდო, ახლოს მიდიოდა და იწყებდა შეფურთხებას. რომ რაღაცნაირად აჩიკო, ვაიმე, აჩიკოზე რა კაი წარმოდგენა მქონდა.
გეთი ამბები მეგობრებო. მეგობრებო, მოკლედ ხა დავაპაუზე, იმიტომ რომ რაღაცები წავიკითხე, აქ რაღაცებოდა წავისვა. თიკა, მოკლედ აი ესეთი წინა სავალენტინო ურთიერთობებზე თემატიკა გქონდა. ხა არაფერი მაგ პერსონაჟებში ხალხო საინტერესო არ არის, გულისხმობ ზურას და დიანას, ორი შეუგნებელი ადამიანი, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის რომ რა მოთხოვნები შეიძლება ქონდეს ერთ ადამიანს დავაპაუზე თიკა. რა მოთხოვნები შეიძლება ქონდეს არარეალური ერთ ადამიანს და რა მიდგომები შეიძლება ქონდეს მეორე ადამიანს, ბევრად მარტივია ხოლმე ხალხო. სანამ ამ გაუგებრობამდე მივა ორი ადამიანი, ბევრად მარტივია. ანუ უნდა მოусმინო უბრალოდ რა უნდა ამ ადამიანს. ზურა ამბობდა არაერთხელ უთქვამს, ძალიან ბევრჯერ კამერებთან მეც იქ ვიყავი, გოგოებთანაც ძალიან ბევრჯერ უთქვამს, ლაივშიც უთქვამს, ჰაუსში, ასე შემდეგ, რომ მე სერიოზული ურთიერთობები არ მინდა. მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი. ზურას უთქვამს ღიად ბევრჯერ, რომ მე არ მინდა სერიოზული ურთიერთობები. დიანას უნდა მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა, კი არა უნდა გათხოვება. შესაბამისად რა ხდება აქ? ერთი ის რომ ეს დიანა ვერ ხვდება ამ ბიჭს, რომ ეგ არ აინტერესებს და ერთი შაურმაზე დაპატიჟება და ერთი სახინკლეში წასვლა, ხალხო, ეგონა რომ всё ვთხოვდებიო. ძალიან სასაცილო რაღაც მოხდა. სხვის ურთიერთობებს რატო განვიხილავთ? ხალხო, რეალიტი შოუა და რეალიტი შოუში არის ძირითადად ურთიერთობები, ისე რომ იცოდეთ, ჩხუბებს და ფანდურებს და სიმღერების გარდა არის ხოლმე ურთიერთობები. ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ფილმები ან ვიღაცა ცნობილი მის მაგალითზე. დიკაპრიოზე და იმაზე განიხილავ ხოლმე, დავუშვათ შენი საყვარელი მსახიობი, დავუშვათ სად მიდის, მოდის, რა ვიცი მე. რატო განიხილავ? რეალიტი შოუ არის ის, რომ ადამიანი თანხმობას ამბობს, რომ კი, ჩემი ყოველდღიურობა გაშუქდეს. ეგ არის ხალხო რეალიტი შოუ. ასე რომ ეს არის უკვე თანხმობა იმაზე, რომ ეს ურთიერთობები იყოს სალაპარაკო და განხილვის. გუსტარამენტო ხალხო პირადზე ყვებიან ლაივში ყვებიან თავის პირადზე და ვიდეოებს წერენ და თვითონ გვიყვებიან თავის პირადზე. ჩვენ საიდან დაგვესიზმრებოდა მუზების და ქუთაისელების რაიმე ურთიერთობა, საიდან დაგვესიზმრებოდა, თვითონ გვიყვებიან ამაზე. მაკა მაჭარაშვილი ხო შაურმა ეგონა სიყვარული დიანას ზუსტად. და ჩაწვა ლოგინში და ღნაოდა მაკა იმ რა ქვია შაურმაშზე და სახინკლეში რომ დაპატიჟო ზურა მაგის მერე. ჩაწვა და ღნაოდა მე ამას ვიმსახურებ. რავი დიანა, რას იმსახურებ? რა ვიცი, რატო იმსახურებ? შენ თვითონ ხარ კარგი ადამიანი, რომ რამე კარგს იმსახურებდე?
ბაია მე ვიღება საღებავი არის ფიტო 9 ნომერი. ალექსი ხა ჩვენ ხო რას ამბობს უშენზე ვდარდობთ? კი ესაღებავი იყიდება GPS-ში და PSP-ში და ღირს 40 ლარი. ანზორი ვინ არის არ ვიცი ხალხო. ანასტასია girl არაფერს საყვარელ ძალიან საყვარელს თორებს დებ ხოლმე. ხო, ну, მოკლედ ეგეთი საოცრება ის ხდება ჩვენს თვალწინ. მოვლენების განვითარება და აი ესეთი ну ხალხო რა შეუგნებლებიც არიან ის შეუგნებელი მეგობრობა და ურთიერთობა იციან ახლა მაგათ რა თუნდა ბევრი საუბარი ახლა ბევრი ლაპარაკი მაგაც არ უნდა მაგრამ ბევრად თვალსაჩინოა როცა ერთი არის არაადეკვატური და სადღაც ფანტაზიორობს გათხოვებაზე და არიქა იმაზე და ერთი ამბობს რომ არა მე არ მინდა სერიოზული ურთიერთობა რავი რატო არ უნდა ეს სერიოზული ურთიერთობა ხალხო რაღა მნიშვნელობა აქვს იმიტომ არ უნდა რომ ფული არ აქვს კი ანასტასია იმ ჩათიდან გამოვედი რომ მითხარ. არ აქვს ფული და ჩამოვიდა თბილისში რომ ბიჭი ანიმატორი იყო ძლივს რაღაცა იმაშვებოდა რა ქვია დაბადების დღეები მიყავდა თუ რაღაცა და ეხა უნდა რომ რაღაცა კონტენტი შექმნას რაღაცა ფული იშოვოს და რა ეცოლება ხახრო უფულოდ შედან მუზების მანქანით დადიოდნენ. პარასკევს იტყვიან მე მგონი ფინალისტებს ხალხნო ფინალისტებს იტყვიან პარასკევს და მოგებულს ალბათ მართლა 20 თებერვალს ხო და ეს ბიჭები რა ვიცი ამბობენ ხა გუგა საერთოდ აღარც ითვლება სათვალავში და ზურას რაც შეეხება ხო ზურა ამბობდა რომ არ მინდა სერიოზული ურთიერთობა ხალხო ძლივს თავის ვერ არჩევს თიკა ძალიან კარგად მესმის ხო ძალიან რთულია მე გეუბნებით ჯავახას გულშემატკივრობ იმიტომ რომ მარიამის ხათრით მარიამის ხათრით გულშემატკივრობ ჯავახას და ისევ და ისევ მან ყველას ჯავახა ჯობია კი ხალხო ჯავახა ჯობია მან ყველას მართლა ოღონდ ანასტასია გელ არ ვიცი რომელსაც იტყვიან ალბათ დადებენ ჯერ არ არის ხალხო პარასკევი რა გიჩქარებათ ერთი ჯერ სიმართლე გითხრათ მე მეგონა რომ უფრო გავერთობოდი გარედან ბევრად უკეთესია ჰაუსი ვიდრე შიგნით ბევრად სტრესულია ხალხო მე ვეღარ ვცლებდი უკვე და მე მეგონა რომ 20 თებერვალამდე ძალიან კარგად გავერთობით ხო და ვერ გავერთო იმიტომ რომ უინტერესო გახდა მე რადგან ხათრი არ მაქვს მარიამ ხო რა ვიცი feel free თიკა კაცო რა მნიშვნელობა აქვს it's okay არანაირი პრობლემა კაცო არ ნიშნავს რომ რამე there is something wrong ანასტასია გელშე რასაც წერ ხოლმე ყველაფერს ვნახულობ ლამაზი გოგო ყველაფერს ვნახულობ ხოლმე რასაც წერ აი ეხლა ხალხნო მითხარით ლელუ და მუზები რო იძახდნენ ხოლმე ფეიკი წყვილია ხალხნო ფეიკი წყვილია მართლა მოწონთ ერთმანეთი ხატია მამულაძე რა მომწერე რა მე კარგი მომწერე ხო და მეგობრებო ეგეთი ამბები ხა ცალკე ვაპირებ რომ გავაკეთო ეხლა გეტყვით მე ძალიან სასაცილო რაღაცას ვიგეგმა ესე მე ვაპირებ რომ ცალკე ლაივი გავაკეთო იმისთვის რა ქვია 14 თებერვლის ლაივი მინდა რომ გავაკეთო
და ვის გინდათ რომ 14 თებერვალზე გავაკეთო ლაივი და 14 თებერვალზე გეჭორაოთ ძალიან მაგარი რაღაცები. ისეთი მაგარი ისტორიები უნდა მოგიყვეთ 14 თებერვლის, ანუ თლად 14 თებერვალზე კი არ არის, მაგრამ 14 თებერვალს რა ხდება, ხო? სიყვარულის დღეა და ამის დღეა და იმის დღეა. ხო და ამ სიყვარულის დღეს ვინ როგორ იყენებს და ვინ როგორ პოზიციონირებს ხოლმე, ვინ როგორ ავლენს თავის თავს, დადებითი კუთხით, უარყოფითი კუთხით და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჰაუსში არ ვიცი რა სიზამენ 14 თებერვალს. თმა შევიღებე ხალხო, მაგრამ ცოტა აჭრელდა. ავი ხა კიდე ვიღაცა გამოვიდეს რა მელოტდებიო და რაღაც წამალი წაისვი. ვაიმე ბასასი მოვიყვანო ეხლა. აუ დაიძინა იქით არის. ანუ ბუნაგში შეძრო თორე მოვიყვანდი. ბასასის გარეშე როგორ უნდა ჩაიაროს. ვინ იქნება პირველი ხალხი რომ მუზები ჯავახა მუზები ჯავახა ლელუც არ ვიცი შეიძლება დათო ანა არ ამგონია ლელუც 9% და ფსკერით ძალიან ვერ გეტყვი ხო ლელუ ალბათ უფრო კი ეხლა მეგობრებო არიცით, ანუ წადებისთვის რო არის განწირული ადამიანი, აი ხა პროსტა დევს იმაში, რა ქვია, დივანზე ეს ლელუ მოსთქვამს, ამ გიტარას დაიჭერს და რაღაცა ვირზე უკუღმა უნდა შევსვათო ის ანა რო იცახდა. ხო, უკვე ზის ლელუ ვირზე უკუღმა პრინციპში აღარც ჩამოდის იქიდან. ოღონდ ვინმე კი არ შესვა ლელუ ვირზე უკუღმად, ხალხი რო თვითონ შეჯდა ვირზე უკმა, თვითონ გაიჩალიჩა. ნია ძალიან კარგად მესმის, ხო ძალიან ამაზრზენი ხალხია.